სამართალდამცავების მიერ ბოლოს 72 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირია დაკავებული. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალების გასაღების დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მათი დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება. სამართალდამცავების მიერ საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში გამოვლენილი და დაკავებული არიან ის ნარკოდამნაშავეებიც, რომლებიც უცხოეთიდან ამანათებით შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდნენ. პოლიციელების მიერ ასევე აღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გავრცელების მცდელობის მორიგი მასშტაბური ფაქტი და დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმერეთისა და აჭარის რეგიონებში შემდგომი რეალიზაციის მიზნით 600-ზე მეტ ლოკაციაზე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განათავსა. ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია კონკრეტული ადგილების ფოტოსურათები შესაბამისი აღნიშნულებითა და ადგილმდებარეობით. სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, მეთადონი, ალფა-პვპ, MDMA, ბუპრენორფინი და კლეფედრონი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.260, 260, 260 ტერცია, 260 კვარტა, 261 და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.